სადაიგი არ არის სამობან ხარებოდა სულთმა ყოველი ფორმატების მიხვდივი საქმით მისიტყვით და მოგონებით ვითარცა სახიერ მანდა გასმოყარება მეტმან შეუძლე გამეთვარა იმ დროს როცა პატრიარქის მოსაყდრე მღვდელმთავრების სინოდის ხდომაზე შეკრიბა რუსეთის საგარეო დაზვერვას უპრეცედენტო განცხადება უკვე გავრცელებული ჰქონდა. ანუ მაღალმა იერარქებმა უკვე იცოდნენ რომ პუტინი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევნების პროცესით დაინტერესებულია და შესაძლოა კრემლი კანდიდატურების ვერსიებსაც ამუშავებს. ყოველ შემთხვევაში ნარიშკინის კანტორის განცხადება ბევრმა ასე გაიგო. სხვა შემთხვევაში ვერავინ ხსნის რას ემსახურება რუსეთის საგარეო დაზვერვის 31 მარტის განცხადება. სინოდის ხდომამდე 3 დღით ადრე პუტინის საყვარელმა სამსახურმა უწყებაში შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა. ციტატა: ბართლომეოსი განაგრძობს მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფის მზაკრული პოლიტიკის გატარებას. რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ამტკიცებს, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს გამოთავისუფლებულ პოსტზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად დააწინაუროს ის, ვისაც დაეყრდნობა. მათივე მტკიცებით მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მეთაურის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს. სინოდის 3 აპრილის 6 საათიან ხდომაზე კანდიდატების გამორჩევა არ მომხდარა. ამ დროისთვის არც ის ვიცით მღვდელმთავრებმა იმსჯელეს თუ არა, ან კულუარულად მაინც თუ განიხილეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება. ჩვენთან ამ საკითხზე აზრი მხოლოდ მეუფე ზენონმა და მეუფე ნიკოლოზმა დააფიქსირეს. მე მგონია რომ რუსეთის დაზვერვაზე თუ ქვეყნის დაზვერვაზე თუ ლაპარაკობთ ისევე როგორც სხვა ქვეყნების დაზვერვაში მგონია რომ ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ იქა და ჭკვიანი ადამიანი ესეთ რამეს არ დაწერდა და არ ეთქოდა რა არ არის ეს მე მგონია ეს ყალბია რა მე ესე მგონია ოფიციალურად გავრცელებული ამჯერა მაგის ოფიციალურობა რა ვინ რას განაცხადს გააკეთებს ეს არ არის მნიშვნელოვანი თავარია ჩვენ სად გავარდა რამდენად ხარად მაგრამ რუსეთის დაზვერვა რო ახალი ამბავი ხო მათი მხრიდან რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ უფრო მეტად თახავს მათი მხრიდან შეიძლება იყოს მცდელობა რო ჩაერიონ პატრიარქის არჩევაში ეცით რაშია საქმე მე მთავრების კომპეტენციის და მათი ასე ვთქვათ თავისუფლების ხარისხის ჯერა მაინც რას ემსახურება რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელება. თან რა პერიოდში, როცა წმინდა სინოდს ახალი პატრიარქის ასარჩევად მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული აქვს. პუტინის ესვერის ფარულ мотиваციაზე აზრი რუსეთის სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დევნილ მისიონერს, თეოლოგსა და ფილოსოფოს ანდრეი კურაევს ვკითხეთ. Может быть, просто кто-то пьяно это написал. შეიძლება ვიღაცამ სიმთვრალეში დაწერა, ან შეიძლება ვიღაცას კარიერულ კარმაში პლუსის გაკეთება უნდოდა და მხედველობაში არ ქონდა არანაირი გეოპოლიტიკა. უბრალოდ რაღაც მომენტში ჩათვალა, რომ საჭირო ადამიანი იყო და საჭირო განცხადება დაწერა. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ასე იყო. შესაძლებელია ყოფილიყო უფრო სერიოზული ინტერესიც და მცდელობა იმისა, რომ მოენიშნა თავისი ინტერესი ჩეკისტურ მოსკოვს. იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. რუსეთის საგარეო დაზვერვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთში ეკლესია კრემლის ხელში ინსტრუმენტია. რუსეთის ეკლესიას დღეს არ აქვს პოლიტიკური სუბიექტურობა. შესაბამისად, არ აქვს მორალური და ეთიკური პრინციპები. და ის არის მხოლოდ სიკეთესა და ბოროტებაზე კრემლის პოლიტიკის გაგრძელება. მხოლოდ ეს დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ საგარეო დაზვერვის განცხადებიდან. რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში კიდევ ერთი მთავარი გზავნილია. ამ განცხადებით კრემლი პირდაპირ ამბობს, რომ რაც საქართველოს ეკლესიაში ხდება, მისი საქმეცაა. ასევე შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ახალი პატრიარქის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვი ეპისკოპოსებზე ზეწოლას ამ ფორმით ცდილობდეს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ განცხადების შინაარსი ესვერის იმის საგრძნობლად არ წხვენს. Не думаю, что грузинские епископы способны испытывать поддаваться такому глупому давлению,
არ ვფიქრობ, რომ ქართველი ეპისკოპოსები ასეთ სულელურ ზეწოლას დაყვებიან. რაც შეეხება თავად განცხადებას. პირველი, ეს არ ცხენს რუსეთის დიდი იმპერიის საგარეო დაზვერვას. ითვლება, რომ საგარეო დაზვერვაში ქვეყნის საუკეთესო ტვინები მუშაობენ. დამოუკიდებლად მოაზროვნეები, რომელთაც ცდომა აქვს სხვადასხვა ინფორმაციაზე და შეუძლიათ მათი გაანალიზება. აქ მხოლოდ ვხედავთ სიშტერეს. თუ დაზვერვის დონე ასეთია, მაშინ აღარ იწვევს გაოცებას უკრაინული ავანტურა და კრემლის არც რაიმე სხვა პოლიტიკა. მეორე, პატრიარქ ბართლომეს დადანაშაულება იმაში, რომ სურვილი აქვს გავლენა იქონიოს პატრიარქის არჩევნების შედეგზე. ეს არ არის კომპრომატი. მეზობლებს, რომ ერთმანეთზე გავლენა ქონდეთ, ეს ნორმაა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის ტომოში, რომელიც 1990 წელს მიიღო, იქ პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოს ეკლესიის შიდა კრიზისის შემთხვევაში მან კონსულტაციებისთვის მსოფლიო საპატრიარქოს უნდა მიმართოს. ამავე ტომოში წერია, რომ ის აღიარებს მსოფლიო პატრიარქს, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურს. ეს წერია არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, არამედ რუსეთის ეკლესიის ტომოსშიც. А также в Томосе об автокефалии патриаршестве русских. ტომოსის შინაარსი რუსეთის დაზვერვის სახელით გავრცელებული განცხადების ავტორს როგორც ჩანს არ აინტერესებს. კრემლისთვის მთავარი იმის დემონსტრირებაა, რომ მიმდინარე პროცესით დაინტერესებულები არიან. ასეთი მიდგომა პირველი არ არის. თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ოკუპანტი ქვეყანა სადაზვერვო ინფორმაციას ყოველთვის მაშინ ასაჯაროებს, როცა საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. მაგალითად, გასული წლის თებერვალში იგივე სამსახური ამტკიცებდა, რომ ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს ევროკავშირი ფულს უხდიდა. მანამდე წერდნენ, რომ ამერიკა ქართულ არჩევნებში ჩარევას ან ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობდა. ნარიშკინის კანტორის განცხადებები კი ქართული ოცნების პროპაგანდასთან სრულ თანხვედრაში იყო. ამის გათვალისწინებით ანდრეი კურაევი თითქმის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ოცნებას და კრემლს საპატრიარქო არჩევნებში ჩარევის მცდელობაც ექნებათ. То, что попытка будет, в этом можно не сомневаться. მცდელობა იქნება, ამაში ეჭვი არ შეგვეპაროს, როგორც ქართული მხრიდან, ანუ მმართველი პარტიიდან, ასევე რუსეთის მხრიდან, მაგრამ მათ არ აქვთ გავლენის ბერკეტები. რადგან არჩევნები საერთო სახალხოც კი არ არის. ეს ამომრჩეველთა ძალიან ვიწრო წრეა და ყველა უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში. ჭენჭისყრა ფარულია და არავინ არავის წინაშია ანგარიშვალდებული არჩევნების შედეგზე. რაღაც შიდა ინსტანციებს უბრალოდ არ ექნებათ წვდომა არც ხმის დამთვრელი კომისიის ფორმირებასთან, არც კენჭისყრის პროცედურაზე. На соборе грузинской церкви ник под контролем над ходом голосования. ანდრეი კურაევი რუსეთის საპატრიარქოს ნაწილი წლების განმავლობაში იყო, თუმცა ახლა ის მოსკოვის საპატრიარქოს საჯარო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ოპონენტია. 2014 წელს კურაევმა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება ყირიმის ანექსიის გამო. 2022 წელს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა, რის გამოც რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს. მისი კრიტიკული განცხადებების გამო კრემლმა ის უცხოეთის აგენტათაც კი გამოაცხადა. მას ვკითხეთ, რატომ ცდილობს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი მოსკოვის საპატრიარქო ქართული ეკლესიის დაქვემდებარებას. Ну, во-первых, для нагнетания антиевропейской истерики. პირველ რიგში, ანტიდასავლური ისტერიის გაღვივებისთვის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ როგორც რუსეთის შიგნის და მას ვხედავთ უკრაინაშიც და ნაწილობრივ მოლდოვაში, როდესაც საეკლესიო იერარქების პირით მიმდინარეობს ნამდვილი სიძულვილის თესვა დასავლურ სამყაროსთან დაახლოების ჩასაშლელად. უკრაინაში იაფასიანი წელს ქვემოთ არგუმენტები აქვთ, რომ ევროპა არის სექსუალური გარყვნილების სამყარო და რომ თუ ჩვენს ქვეყანას იქ წავიყვანთ, შვილებს წაგართმევენ და მეძავებად აქცევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Ваших детей отберут и сделают всех и мальчиков, и девочек сделают проститутками и так далее и тому подобное. ბუნებრივია ანდრეი კურაევს ვკითხეთ ისიც პატრიარქის სიცოცხლეში ქონდა თუ არა რუსეთს ილია მეორეზე ზეწოლის მცდელობა. Я думаю, что на патриарха Илью никто не решался давить. ვერავინ ბედავდა ზეწოლა განეხორციელებინა პატრიარქ ილია მეორეზე. შესაძლოა, ჰქონდათ მცდელობები გასულიყვნენ მის გარემოცვაზე, განსაკუთრებით იმ წლებში, როდესაც პატრიარქ ილიას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება. რა თქმა უნდა, შეიძლება მცდელობა იყო, რომ პატრიარქის სახელით ელაპარაკათ, მაგრამ ამაზე უმჯობესია, თავად საეკლესიო პირებმა მოყვნენ, თუ ასეც ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ალბათ ამაზე ლაპარაკის დროც მოვა. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქო ტახტის ახალი მემკვიდრე გარეჩარევის გარეშე აირჩიონ. რუსეთის საგარეო დაზვერვის ეს განცხადება მეტყოლებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა ქართული ეკლესიის მომავალთან არის კავშირში, მაგრამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც მნიშვნელოვან არჩევანად არის მონიშნული. ამ მხრივ საინტერესოა დიდი პოლიტიკური ფიგურების მიერ გამოჩენილი ყურადღება მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერების
ლიდერების და მათ შორის მსოფლიო პატრიარქის მიმართ. თუნდაც ბოლო დღეებში პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა ამერიკის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსთან, სადაც ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერა, რაც მართლმადიდებლურ პოლიტიკურ კონტექსტში მნიშვნელოვანი სიგნალია. ასევე საინტერესო იყო გუშინ თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველთან.